გადაწყდება თუ არა ახლო აღმოსავლეთის ბედი შვეიცარიაში. ბიურგენშტოკი, ასეთი თქვა ტურისტული ადგილი არის შვეიცარიაში. ამერიკა ირანის მოლაპარაკებების ეპიცენტრია. ლიბანის კრიზისი, ბირთვული პროგრამა და მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი არტერია ჰორმუზის სრუტე და მხარეები სწორედ ამ საკითხებს განეხილავენ. ამერიკულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ხელმძღვანელობს. თეირანიდან კი ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიფაბი უძღვება. მოლაპარაკებებში პაკისტანი და კატარი შუა მავლობენ. მთავარი ინტრიგა თეირანის მკაცრი ულტიმატუმია. მედიის ცნობით, თეირანმა ვაშინგტონს პირობა წაუყენა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება იქამდე, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს ლიბანში. ჰორმუზის სრუტის გახსნა, ირანის ბირთვული პროგრამის დასრულება, ეს ყველაფერი უკვე მიღწეულია. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, კიდევ რამდენად მეტის მიღწევა შეგვიძლია ერთად. შეგვიძლია თუ არა ახლო აღმოსავლეთში ურთიერთობები სამუდამოდ შევცვალოთ, თუ დავუბრუნდებით საქმის ძველი მეთოდებით კეთებას, რაც ჩვენი არჩევანი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, შესაძლოა მოხდეს. ზავი თუ გადადებული ომი. ხშირად საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე მცდარი სიტყვა არის დასრულება. როცა ლიდერები შეთანხმებას აცხადებენ, როგორც წესი, ეს კონფლიქტის დასასრული კი არა, ძალთა ახალი ბალანსის დასაწყისია. ზუსტად ასეთ ვითარებას ვხედავთ დღეს ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. რამდენიმე თვის წინ რთულად წარმოსადგენიც კი იყო, რომ მხარეები ფართომასშტაბიან სამხედრო ესკალაციას გადაურჩებოდნენ და შეთანხმების მაგიდასთან დაბრუნდებოდნენ. თუმცა დღეს უფრო მნიშვნელოვანი არის სხვა კითხვა, რა შეიცვალა რეალურად. ერთი პირველი შეხედვით შეფასებით ორივე მხარე გამარჯვებულად აცხადებს თავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამხედრო ზეწოლამ შედეგი გამოიღო და ირანი აიძულა მოლაპარაკებებზე წამოსულიყო. თეირანში კი ამბობენ, რომ რეჟიმმა გადარჩენა მოახერხა, ძალაუფლების ვერტიკალი შეინარჩუნა და დასავლეთის მთავარ მიზანს მისი დასუსტებისა თუ ჩამოშლის მცდელობას გაუძლო. პრინციპში ორივე ამ ნაწილში მართალია. სინამდვილეში კი შესაძლოა მართლაც ორივე მხარე ერთდროულად იყოს გამარჯვებულიც და წაგებულიც. ვაშინგტონმა დროებით შეამცირა რეგიონული ესკალაციის რისკი, მაგრამ ვერ გადაჭრა მთავარი პრობლემა ირანის ბირთვული პროგრამის ბალისტიკური შესაძლებლობებისა და მისი რეგიონული გავლენის საკითხი. თავის მხრივ ირანმა შეინარჩუნა რეჟიმი, მაგრამ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მისი ეკონომიკური და სტრატეგიული სისუსტეები. სხვათა შორის, დასავლურ ანალიტიკურ ცენტრებში სულ უფრო ხშირად მეორდება ერთი და იგივე შეფასება. ეს შეთანხმება პრობლემას არ აგვარებს, ის დროს ყიდულობს. ამიტომ დღეს მთავარი კითხვა სულ სხვა, რამდენ ხანს გასტანს ეს ზავი, რადგან შეთანხმების ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ აქ არის, მასში პრაქტიკულად არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი ირანის ბირთვული პროგრამის მომავალი, სანქციების ბედი, რეგიონში მოქმედი პროქსი ჯგუფების საკითხი და უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები. უფრო მეტიც ბოლო დღეებშიც კი გამოჩნდა, რამდენად ადვილად შეიძლება პროცესის ხელახლა ესკალაცია, თუნდაც ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი დაძაბულობის ფონზე. არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი განზომილება. ბრძოლა ირანში თანდათან გარედან საფრთხის გამკლავებაზე კონცენტრირების შემდეგ ქვეყნის შიგნით გადადის. იწყება ბრძოლა იმაზე, თუ როგორი იქნება ირანის ძალაუფლების მომავალი არქიტექტურა, ვინ მართავს ქვეყანას ხვალ და რამდენად შეიცვლება თავად რეჟიმის ბუნება. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ დღეს მიღწეული შეთანხმება მშვიდობის შეთანხმებაზე მეტად ურთიერთდაშინების ახალი ფორმულის შექმნას გავს. რამდენადაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები იშვიათად სრულდება ხელმოწერით. ისინი როგორც წესი მხოლოდ სხვა ფაზაში გადადის. სწორედ ამიტომ კითხვა იმაში არა დასრულდა თუ არა კრიზისი. საფიქრალი ისაა, რამდენი დრო გვაქვს შემდეგ კრიზისამდე. ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელთან ნოდარ ხარშილაძესთან. ნოდარ, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. რამდენად ეთანხმებით ჩემს ამ ზოგად ძალიან სწორი და ჩემი აზრით ძალიან ღრმა ანალიზი იყო. სტუმარი არც კი გჭირდებოდა ისეთი კაი ანალიზი იყო, იმიტომ რომ სუსტად მაგით მინდოდა დამეწყო სხვათა შორის, რომ დავინახე, რომ ირან-ამერიკის კონფლიქტი დღეს არ დაწყებულა, ის დაიწყო 1980 წელს, როდესაც ამერიკელი საელჩოს დიპლომატები აიყვანეს მძევლად და მას მერე სხვა ფაზები ჰქონდა ამ პრობლემას. ეხლა შევხედოთ, უბრალოდ ერთი რამე აყალდა ამ შენ ძალიან ელეგანტურ ანალიზს, ისრაელი არ გიხსენებია. ამას ვიტოვებდი შენთვის. ხო, იმიტომ რომ დღესაც იქ საუბარი რომ მიმდინარეობდა,
ლიბანის პრობლემაზე, ისრაელის და ჰეზბოლას პრობლემაზე საუბრობენ, ისე რომ თავად ლიბანი და ისრაელი ამ პროცესის და მოლაპარაკების ეს არის ის თემა, რომელშიც ამერიკას ნაკლები ინტერესი აქვს რა. ანუ ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ჩვენ აფერში და უბრალოდ ვერ აჩერებს ისრაელს, ესე გამოდის. რა ისრაელი ამბობს, რომ არა, ეს ჩემი სტრატეგიული ინტერესი. რო შევხედოთ, ვინ რა გააკეთა ამ ფაზაში, როგორც ჩვენ სწორედ თქვი კონფლიქტის, ვინ არის გამარჯვებულ წაგებული და რა შეიძლება იყოს შემდეგი ფაზა. ხო, ამასაც შევხედოთ. პირველი დავიწყოთ ისრაელით. თუ ვინმე შეიძლება თქვას, რომ გაიმარჯვა ცალსახად ამ კონფლიქტში მეტნაკლებად სამხედრო კუთხით, ეს რა თქმა უნდა ისრაელია. ისრაელის მიზანი იყო დაჟა ირანის რეჟიმის და იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია ამერიკის თავის დიდიზმის შემოყვანა რეგიონში და წარმატებული სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რაც მათ გააკეთეს. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე შეაჩერეს ირანის გადადეს ყოველ შემთხვევაში ირანის ბირთვული პროგრამა, ანუ მას თუ ჭირდებოდა რაღაც ნაკლები დრო ხო ბევრად რო შეაფერხეს, ხო, სწორი სიტყვა შეაფერხეს. მართლა ძალიან ცოტა დრო ჭირდებოდა დაზვერვის მონაცემებით, რომ ის მიიყვანათ დასრულებამდე. ხო და ამასთან ერთად ყველას ანახეს, რომ მათი მეგობრობა ამერიკასთან და მათი გავლენები, რაც თავარი ამერიკაში არ შემოიფარგლება მხოლოდ იარაღის და ფინანსური დახმარების მიწოდებით. მათ შეუძლიათ, ანუ ნატანიაჰუმ ანახა, რომ მათ შეუძლია ამერიკის შემოყვანა საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტში. ნუ ამ შემთხვევაში ემთხოვოდა მათი ინტერესები, თუმცა რატო ეს უკვე ამერიკაზე როცა ვისაუბროთ, მან ნახოთ. ეხლა ნატანიაჰუს და ისრაელის თემა ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით, მაგრამ აქ არის ორი თემა. ისრაელმა წარმატებას მიაღწია მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ რამდენად ეს იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. და რატო? ორი მიზეზი აქვს. პირველი, ისრაელის სტრატეგიული დაგეგმვა არის ძალიან თავისებური და მათი ეს გადარჩენის, ასე ვთქვათ, სტრატეგიას ეფუძნება. ანუ ისრაელი არ უარყოფს გრძელვადიან დაგეგმვებს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მათ აქვთ ახლო და გადაუდებელი მიზნების სტრატეგია. ანუ ეს რას ნიშნავს? დღეს შენ თუ რაღაცა მიზანი გაქვს, შესაძლებლობა თუ გაჩნდა იერუსალიმი გამოცხადო დედაქალაქად, შემოერთო რაღაც ტერიტორიები და არტყა მოწინააღმდეგეს, გააკეთე ეს. ის ზელოდიანი გეგმე შენ გაქვს, მაგრამ ხვალ რო არ მქონდეს ამის შესაძლებლობა, ხო? იმიტომ რომ იმდენად დინამიურია სამყარო და ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, რომ მე ამ გრძელვადიანის გამო მოკლევადიანს ვარც არავს არ ვიტყვი. მე ამას მივახცევ ჯიბეში ჩავიდებ და ხვალ ვნახოთ რა იქნება რა. ამას აკეთებს ისრაელი საკმაოდ ხშირად. ეს წარმატებები მოაქვს ნახეთ ისრაელის, მაგრამ ამის მთავარი მინუსი არის ის, რომ აკუმულაციური რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი და ძალიან მოქმედებს ნეგატიური შედეგების შეჯამებაზე. ანუ რაც გულისხმობ. კი ბატონო, ისრაელმა გამოაცხადა, თქვათ, იერუსალიმი დედაქალაქად დაარტყა გაზა სექტორს, გვახსოვს ხო? რა ამბავი იყო იმის მერე. როგორც პასუხი, რა თქმა უნდა, თავიდან საკმაოდ ლეგიტიმური იმის რა ქვია, ჰამასის შეტევებზე. ხო, ამის მერე მოახდინა ერენის რა შვება ეს და რატო არის ეს ცოტა სახიფათო? ყველაზე დიდი ცვლილება რაც მე ვნახე და რასაც ვაკვირდები არის ევროპა ნაკლებად აინტერესებს ისრაელს. ამერიკის შიგნით საზოგადოებრივი აზრის ცვლილება ნელ-ნელა ისრაელის მიმართ. ანუ ისრაელს 80-იანებში, 90-იანებში, განსაკუთრებით 11 სექტემბრის მერე, როდესაც რადიკალებმა ისლამის მილიტარიზაცია მოახდინეს, ძალიან წარმატებით ჰქონდა კულტივირებული ამერიკულ საზოგადოებაში ეს ერთ-ერთი დემოკრატიული რეჟიმის მსხვერპლის სინდრომი, რომელიც თავს იცავს და იბრძვის გადარჩენას, თუ ეს არ იყო ტყუილი. ბევრი ქვეყანა მის არსებობას უფლებას არ აღიარებდა. მაგრამ ნელ-ნელა აი ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი. ისრაელი მსხვერპლი აგრესორის კონტურები გამოიკვეთა ამერიკულ საზოგადოებაში. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ულტრამემარცხენე, ულტრალიბერალურ ამერიკელებზე, რომლებიც ისედაც ანტისემიტურები იყვნენ გარკვეულწილად. შეიძლება ანტისემიტურები და ანტიისრაელის განსაკუთრებით ნატანიაჰუს მთლიანად ამერიკის ელიტებში, მათ შორის ინტელექტუალურში ბიზნესში ხდება ესეთი აზრის ფორმირება, რომ აი ხა ამ ირანის ომში ჩაგვითრია ისრაელმა და რაში გვჭირდებოდა საერთოდ ეს ომი? რა მოგვიტანა ჩვენ ამ ამერიკელებს, გარდა იმისა, რომ გაძვირდა ნავთობი, გაძვირდა პროდუქტები და მოიმატა ინფლაცია მგლობა. აი რაში გვჭირდებოდა, ხო? ნატანიაჰუს ეგოს ვეცით პატივი თუ რაში ყონ ამ კითხვებს ძალიან მეტი ადამიანი სვავს. ბევრად ვიდრე ჯერჯერობით კრიტიკული ცვლილება არ მოხდა, მაგრამ ძალიან ახლოა. შესაბამისად ეს ცვლილება როცა მოხდება პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკურ წრეებშიც, ელიტებშიც შეიძლება ისრაელმა ვეღარ იპოვოს.
ის ხარდაჭერა, რომელიც ტრამპის თაობის ელიტებში ჰქონდა. ან ყოველ შემთხვევაში ნეთანიაჰუს პირობებში ვერ იპოვის და ამას დაჭირდება ორმხრივად ელიტების ცვლილება. ნეთანიაჰუსაც არჩევნებიელი შემოდგომის დასაწყისში. და ეხლა კონგრესში შუალედური არჩევნები. მეც ეს გეტყვი. აი ბოლო გამოკითხვა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში, ძალიან მაღალია უკმაყოფილება 60%-ზე მეტი ტრამპის ომის დამთავრების ამ ვერსიის მიმართ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის 25% უკმაყოფილოების არიან თავად რესპუბლიკელების მხარდამჭერები. ამას ისე დავამატოთ, რომ როცა დემოკრატი პრეზიდენტი ეყოლებს ამერიკას, ესენი ხო ცვლიან ერთმანეთს დემოკრატები და ისრაელის ხარდაჭერა კიდევ უფრო ქვევიწავა, იმიტომ რომ დემოკრატები ტრადიციულად ბევრად უფრო თავშეკავებულები არიან ისრაელის ხარდაჭერაზე, ვიდრე რესპუბლიკელები. შესაბამისად, ისრაელმა შეიძლება ამითი მოკლევადიანს ესე რომ შევაჯამო წარმატებას მიაღწია, მაგრამ ძალიან დააზიანა თავის იმიჯი ამერიკაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მე არ მგონია რომ გამოსწორებას ექვემდებარებოდეს. ეხლა რაც შეეხება ამერიკას. ამერიკამ ანახა ამ პლუსებში რა შეიძლება ჩაუწეროთ ის რომ ამერიკამ ანახა რომ ის არის დღესაც ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა და ამ ძალის გამოყენებას არ ერიდება როცა ჭირდება. ეს დიდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თავის მოწინააღმდეგეს არსებულს და პოტენციალებს ყველას დაანახა რომ მე არ დავსუსტებულ ვარ. ინგლისური სიტყვა gun soft, ანუ შერბილდაო, ხო? მე არ შეორბილებულ ვარ. მე ისეთივე მაგარი ვარ, როგორც ვიყავი და თუ დამჭირდა მიწასთან გავასწორებ და ეს ანახა იმითი, რომ პრაქტიკულად ერთ დღეში გაანადგურა მთელი ირანის მაშინდელი პოლიტიკური ელიტა, ხო? იმ მომენტისთვის. მინუსი, რაც არის ტრამპის ის, რომ ვერც მოლაპარაკებზე დღეს და რამდენადაც არ უნდა წეროს ტვიტერებზე, ვერც ამერიკის ეს არის საზოგადოებაში ის გამარჯვებული ვერ გამოვიდა. ის ვერ ესაუბრება ირანს დღეს ახლა შენ ცირვადევნოთ ვაყურს ნახე ირანმა როგორი თქოთ ეს დემონსტრაციული ნაბიჯი გადადგა ხორმუზის ჩაკეტა ამ მოლაპარაკებების ხო გახსნილი ქონდა ახლა ისო ჩაკეტა რომ ენახებინა რომ აი მე ამას ვისაუბრა თუ საჭირო ეს ინსტრუმენტი მე მაქვს შესაბამისად ამერიკას არ აძლევს საშუალებას ირანი და მოსაყოთ კარგად აკეთებს რომ გამარჯვებული სიმით ელაპარაკოს კი დავზარალდი კი მეტკინა მაგრამ შენს გტკივა და ის თამაში აღარ გინდა ხო მაშინ მოდი ვილაპარაკოთ როგორც მინიმუმ თანასწორობა მაგიდას იმიტომ რომ მე შენ გამარჯვებას არ ვაღიარებ ამაზე ირანი არ მალავს და ძალიან ღიად ამბობს შესაბამისად ტრამპის იმის არ უწყობს ხელს თუ მისი მიზანი იყო და მჯერა რომ მისი მიზანი იყო თქო გამარჯვებული პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსმა რაც გააკეთა და მე ჯორჯ ბუში უფროსმაც კიდე მანამდე რომ თავიდან ერაყის ომი მოიგეს ორ კვირაში ხო რაღაცას მე იყო ცუდი შედეგი თორე თავიდან ძალიან მაგარი შედეგი ამას ვერ მიაღწია ტრამპმა შესაბამისად დაზარალდა ამითი ტრამპის ადმინისტრაცია თვითონ შიგნით გარემოებიც რაც შეეხება თელესამყაროსთვის ნუ ეხა ამერიკა ვისაც არ უყვარდა კიდევ უფრო მეტად არ უყვარს იმიტომ რომ ეხა ირანი დაბომბა და ეს იგივე მემარცხენე სოციალისტური იმებისთვის მიუღებელი იყო და იმათვის ეხა ვინც ამერიკის მხრიდან ასე თქო პოლიციური სახელმწიფოს რომ იცი როგორ არის რომ არ ირწმენა რომ სოფლიოს უნდა ყავდეს თქო ვიღაცა ვინც ეს მრავალპოლარული არის ომებისკენ მიდის ხოლმე ყოველთვის რა ხო ეხა ამერიკა თუ არ იქნა ალტერნატივა რა უკეთე რომელიმე ალტერნატივა უკეთესია რა თქმა უნდა არა ხო ანუ ჩვენ ხო მაშინ მულტიპოლარული ისევ და მულტიპოლარული იყო პირველი სოფლიო ომი და მეორე სოფლიო ომი მაგიტო გაურბის ყველა და ჯობია რომ ყოველთვის ამ ეტაპზე იყოს რაღაცნაირად ერთი ან ორი ძლიერი ძალა აქედან გამომდინარე ამერიკამ ნოდარ მოდი ახლა ირანში გადავიდეთ სულ დროებით ცხადია იქიდან გაცილებით ნაკლები ინფორმაცია გამოდის ზოგადად მაგრამ ვიცით რომ ოფიციალურად 20 ადამიანი ჩამოახრჩვეს გაჯოხეს ახალგაზრდა ქალი გაწკეპლეს ნუ გაჯოხეს რომელმაც იმღერა ხაჯაბის გარეშე სრულიად არ არის მოულოდნელი რომ შიგნით სისტემა კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელი გახდება და ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც პოლიტიკური და ეს გასამხედროებული ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიის შემადგენლობა შორის ბალანსი მკვეთრად გადაიხარა ზუსტად აი ამ პროექტი რადიკალური, გასამხედროებული, კორუმპირებული, იდეოლოგიზირებული ჯგუფების სასარგებლოდ. რა გავლენას მოახდენს ეს ირანის შიგნით შემდგომ პროცესზე, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, მათ ინფრასტრუქტურის მხრივ სერიოზული პრობლემები ხდება და ახლა უკვე ეკონომიკურად რთული მდგომარეობაში არიან. შეერთებული შტატები კი პირდება რომ რაღაცეებს გაყინულ ასე ვთქვათ
თანხებს და აქტივებს გაულღობენ, მაგრამ გალღობა სწორი სიტყვაა და შეიძლება ეს გალღობის პროცესი გაყინულიდან საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, კი ბატონო. რას ელი თავად ირანის შიგნით? იცი რა არის, მოდი ხა ბევრი წერს რომ ირანი რა მაგარია. ეს მნიშვნელობა, აგა ჩემი ბოლო კითხვა იქნება უკვე ირანის გავლენების ზრდაზე და მათ შორის გადაცემარითიც დავიწყეთ, აი ქართულ შიიტებზე მათი გავლენის თემაზე და ეს მარნეულის მეჩეთში შახსეი ვახსეის რელიგიური რიტუალის აღნიშვნის დროს აიათულა ხამენეის სურათის ქვეშ ამის კეთება რას ნიშნავს? განსხვავებული ტერმინი გადარჩენა და გამარჯვება, ხო ერთმანეთს. ირანი გადარჩენა, ირანს არ გაუმარჯვებია. კი, შეიძლება ზოგმა თქვას, რომ გადარჩენა მათთვის ასეთ ომში გამარჯვებას უდრიდა, მაგრამ ამ ტოლობის ნიშნის დასმა ჩემი აზრით ბოლომდე სწორი არ იქნება. რა მოხდა ირანში? ირანში ერთ ფიზიკურად განადგურდა მართველი კლასის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ირანმა ანახა, რომ მისი ძირითადი საყრდენი ძალა, ეს არის ისლამურ ქუშაკთა კორპუსი, საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ, ასე ვთქვათ, მოქნილი ორგანიზაცია, მან დეცენტრალიზირებული მეთოდით მართავდა უკვე ქვეყანას ომის დროს და ჩვენ ვნახეთ, როგორ შეძლეს სხვადასხვა პროვინციებიდან, ასე ვთქვათ, კონტრიერეშების მიტანა დრონების და რაკეტების საშუალებით სხვადასხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით დუბაისა თუ სხვა არაბულ ქვეყნებზე. ეს იმას აჩვენებს, რომ ეს ორგანიზაცია ბევრად უფრო სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ამერიკელები მოელოდნენ და ამერიკელებმა ვერ გასხვა შორის იგივე შეცდომა მათ სადამ ჰუსეინის ბაასის დროსაც დაუშვეს ეს პირველი არის და მე მიიღეს ისლამური სახელმწიფო. აქაც ეგ შეცდომა იყო დაშვებული, იფიქრეს რომ ისინი ჩამოიშლება და არ ჩამოიშალა. რეპრესიები აბსოლუტურად ინტენსიფიკაცია გეთანხმები, ეხა იქნება შურიზებითი რეპრესიები. ჯერ დაიწყო მთავარი, ეხა დავა უბნების დონეზე, აბა შენ ომის დროს რას აკეთებდი, მოდი აბა ეხა გავიაროთ როგორ იყო შენი რო იმას იმაშობოდი, იმასთან გნახეთ, ეს იქნება პირადი ანგარიშწორებების რეპრესიების ქვეშ გატარდება. ეს მეორე. მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ ვინს გამოკვეთავენ ანუ ვინ იქნება ცერემონიული ლიდერი და ვინ იქნება ნამდვილი ლიდერი. ვინც უნდა გამოიყვანონ ახლა ლიდერად პირველს, ვისაც გვეტყვენ ეს არის. პირობითად ფორმალურად ფაზეშკიანი არის ახლა ის აკეთებს ყველაზე ხშირად. თუმცა მთავარი მომლაპარაკებელი ვინც არის, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ხაზის მიმდევარია, თავად არის ამ უშაქტი. ანუ ფაზეშკიანი ლიდერი არ არის ყველამ კარგად ვიცი. პარლამენტის თავმჯდომარე ვინც არის. შესაბამისად, ეხლა ირანში ლიდერობას თავისი პრობლემები აქვს, ხო ნახეთ, ხო? ანუ ხვალ შეიძლება ისრაელის რაკეტა, ან ამერიკული რაკეტა მოხდეს. ამიტომ ვისაც გამოწევენ აშკარად ლიდერის პოზიციაში, შეიძლება არ იყოს ლიდერი. იმ შიშით რომ არ დაკარგონ და ეს იქნება ცოტა უფრო მარიონეტული, ასე ვთქვათ, ფასადი სხვა იქნება და შიგთავსი სხვა იქნება. ირანი მიხვდა რომ ღიად არ უნდა იფუნქციონიროს და თავისი ლიდერებიც უნდა დამალოს, ისევე როგორც მალავდა საკმაოდ ჭკვიანურად თავის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას. აი ხა ამერიკა ირანი და აი აქ რა ხდება ირანის შემთხვევაში. ირანი ხვდება ერთ რამეს, რომ ამერიკას ეს ომი ჯერ არ დაუმთავრებია. არც ისრაელს. როგორც შენ ძალიან სწორად და ძალიან ჭკვიანურად თქვი, ეს არის შემდეგ ფაზაში გადასვლა. იყო ესე ცნობილი კენანი გახსოვს და მისი ტელეგრამა, რომელმაც მაშინ ეიზენჰაუერის ატომურ ბომბის გამოყენებაზეც კი იყო საუბარი, მაშინ უთხრა რომ არ გინდათ დაანებეთ ამ საბჭო კავშირთან ჭიდელს, ჩავკეტოთ და თვითონ დაიშლება. და მართლაც ამას წლები დაჭირდა და დაიშალა. ეხლა რახან ტრამპის ასე ვთქვათ არწივებმა ვერ მიაღწიეს შედეგს, აუცილებლად მოვა აი ამ მეორეს ისა და ეს უკვე ჩვენს გვეხება. დღეს ირანი შეეცდება, ირანმა იცის რომ უნდა ვერანაირ ამერიკულ ფულს რასაც უნდა შეპირდნენ, ხა ამერიკელები ირანი ვერ ნახავს. ეტყვიან რომ მოგცემთ და არ მიცემენ, იმიტომ რომ ისეთ პირობებს დაუყენებენ მე ამ ფულის გადაღების საშუალება დემოკრატიზაცია, ისე რომ არ მივეკფული ირანამ. ის გაყინულის ნაწილს გაულღობენ და მე სადმე სხვაგან გაუყინავენ ისე. ამერიკელები ხა ეცდებიან მაქსიმალურად დასუსტონ, იმიტომ ირანმა რა დაკარგა ყოველთვის ძალიან. დაკარგა ინფრასტრუქტურა და დაკარგა შესაძლებლობა ეკონომიკური მდგრადობის ქვეყანაში. თუ ამერიკა ზუსტად ამის იმედი აქვს, რომ რაც ვერ ჩამოშალა გარედან, შიგნით ეკონომიკური და ასე ვთქვათ სტაბილურობის კრიზისების შექმნით შეძლებს ხალხის უკმაყოფილების გრადუსის გაზრდას და მოაკლებს ამას სიცხეს. ანუ მაღალი ტემპერატურა როცა ომის დროს ბომბავენ თეირანს, ქაბულს, ბერლინს, ლონდონს, ხალხი გინდა არ გინდა იყორება. მაგრამ როცა არავინ არ გბომბავს და მაინც მაღაზიები ცარიელია და მე შენ ბომბავ შენსავე ხალხს და ქუჩაში ანადგურებ. არავინ აღარ იყურება შენ გარშემო. ამო ეს გაგება
ძალიან კარგად ჩაჭდა ეხა ამერიკელების თავში რომ ბომბავდნენ ეხა ვინც ძალიან კი ოღონდ ეს სქემა იმუშავებს იმ შემთხვევაში თუ ჩაკეტა ხო აი ეხა ჩაკეტვაში 300 მილიარდიანი ფონდები და მსგავსი დაპირებები ჩაკეტვაში ხვდებით ჩვენ თუ ნახავთ რამოდენიმე ამერიკის ანალიტიკური ინსტიტუტების დასკვნებს რომელიც მუშაობენ ირანის ჩრდილოვანი ფინანსური ასე ვთქვათ სქემების გაშუქებაზე ეს სქემები არის ძირითადი პარტნიორები იქ გადადის ინდოეთისკენ არის თურქული ასე ვთქვათ კავშირები აქეთ ამხრიდან და აქეთ რაც შეეხება ასე ვთქვათ კასპიის ზღვის აქეთ ამხარეს აზერბაიჯანის გარდა ორივე სახელმწიფო აქტიურად არის ჩაბმული მათი აზრით როგორც სომხეთი ასევე საქართველოში ირანი ადგილობრივი ხელისუფლების ნებით თუ ინფორმაციის გარეშე ამას არაზუსტებენ ესენი, მაგრამ ამბობენ რომ ადგილობრივი ელიტები ჩაბმულები არიან ირანულ ბიზნეს კავშირებში. ამაზე ხელისუფლება ან თვალს ხუჭავს, ან თვითონ არის მონაწილე. ამას ამბობენ ეს დასკვნები. სომხეთს ახლა თავისი სპეციფიკა აქვს, ამას ახლა ვერ ვისაუბრებთ. საქართველოს სპეციფიკას რაც შეეხება, აქ არის საუბარი ფულის გათეთრებაზე. მეორე აქ არის საუბარი სანქციების თავისუფლებაზე, რომელიც ეხება გარკვეული სახის ტექნოლოგიების შეტანას ირანში და გარკვეული სახის მას რა ქვია მარაგი ნაწილები განსაკუთრებით საავიაციო და საწარმო სექტორში, რაც ჭირდება და მაღალი წვეთადობა აქვს საქართველოს სახელით შესყიდვა და მე ამის შეტანა და მესამე ყველაზე ასე ვთქვათ აშკარა ანუ ისეთი ღია ბრალდება არის გარკვეული შესაძლებლობა შექმნა ირანული რესურსების ასე ვთქვათ რებრენდინგსა და მის იმაში რა ქვია ხელმეორე გაყიდვაში. ამაზე უფრო თურქეთის და ინდოეთის პრობლემა, მაგრამ იმათმა თავის პრობლემას შეხედავთ, ჩვენ საქართველოს საუბრობთ. ეს არის რასაც ამერიკელები. ეხლა ირანი თუ ესეთი რაღაცები არსებობს, რასაც ამერიკელები ამტკიცებენ, ირანი რა თქმა უნდა შეიძლება რომ ესენ კიდევ უფრო ირანმაც იცის რომ მას ჩაკეტავენ ეხლა. არავის ეჭვერებარებ. ირანმა ანახარო რა არა, მაგრამ რეალობასთან საკმაოდ კარგი შეხება აქვს და იცი. ირანი ხა მაქსიმალურად შეესწრება თავისი გავლენების გაზრდას სომხეთში და საქართველოში, ამ რეგიონს რაც შეეხება. აზერბაიჯანს შანსი არ აქვს, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ანუ აზერბაიჯანის ალიევის ხელისუფლება ძალიან საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. ეს მიმართ და ტერიტორიული პრეტენზიებიც აქვს ძალიან ოფიციალურად გამოთქმული კონსტიტუციაში ჩანაწერის დონეზე. შესაბამისად, იქ არაფერი. რაც შეეხება სომხეთში და საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოში, აქ მას აქვს დასაყრდენები. სომხეთში დასაყრდენები მას არ აქვს. სომხეთში შიიტური თემი არის საერთოდ. ხო, საქართველოში არის. საქართველოში კი ვხედავთ. შიიტური თემი, მაგრამ შიიტური თემის გარდა არსებობენ ბიზნეს ელიტები, როგორც ამერიკელები ამტკიცებენ, რომლებიც ჩაბმულები არიან მათთან ერთად, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ დეველოპერი კომპანიების საშუალებებით, სხვადასხვა სახის ფულის გათეთრებაში და ისე აი ძალიან ამას გამოყოფენ ძალიან ამერიკელები, რომ ტექნოლოგიების, იმ სახის ტექნოლოგიების შეტანა ირანში, რომელიც ხელს უწყობს ირანულ რეჟიმის სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივებას. ანუ კომპიუტერული ტექნოლოგიებიდან დაწყებული, ეს არის დამთავრებული, ასე ვთქვათ, საწარმო ტექნოლოგიამდე. ეს ჯერჯერობით ოფიციალურად მე არ მინახე ამერიკის მხრიდან დადასტურებული. ვიცით ყველამ რომ სპეციალური ჯგუფია შექმნილი თეთრ სახში, ვინც ამას იძიებს. ნახოთ საწავა ეს, მაგრამ ჩვენ შეხებაში ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როგორც რაც ზედაპირზე არის და ვხედავთ, მოდი ამაზე ვთქვათ, კადრები რომელსაც ჩვენ პირველად არ უყურებთ, ხო? ხდება კაფეო იდეოლოგიზირება, საერთოდ რელიგიურ კომპონენტში იდეა და იდეოლოგია როა, ამაზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარი არის პოლიტიკური ისლამის კომპონენტის შემოტანაზე, საუბარი არის ალი ხამენეის და ზოგადად ირანის ასე ვთქვათ, ლიდერების ნაზრების, მათი მოწოდებების პირდაპირ სამოქმედო კურთხევად მიღებაზე რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მეჩეთმა მარნეულის თვალსწრაფი გადააზიარა უკვე მოჩტაბა ხამენეის წერილი, სადაც მთავარი პათოსი იყო იგივე, მათი ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, ჯერ ერთი მთავარ სატანებად შეერთებული შტატებისა და ისრაელის კიდევ ერთხელ დასახელების კუთხით და ისრაელთან მიმართებაში ეს მათი ცნობილი მიდგომა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სერიოზული შეშფოთების საგანი უნდა იყოს და არის კიდეც ჩვენთვის და სამწუხაროდ აშკარად არ არის იმ ხალხისთვის, რომლებიც ამაზე სერიოზულად უნდა მუშაობენ. ხელისუფლება თავს არ იწუხებს ამით, თუმცა მე ერთ რამეს გეტყვი რომ
ორივე შეიძლება ვეღარც იწუხებს პროცესები ისე გაექცა კონტროლიდან თუ დავაკვირდებით ჩვენ ირანის ელჩის აქტივობის ხარისხს და შინაარს ეს მომენტი მე მგონია ეს ფაქტორი უფრო რეალური შეიძლება მე მჯერა როცა ხელისუფლება როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლება თელ თავის რესურსს ხელისუფლებაში დარჩენაზე ხარჯავს და შიდა ბრძოლებით არის დაკავებული მას არანაირი მატერიალური და განსაკუთრებით ინტელექტუალური რესურსი დანარჩენ სხვაზე არ რჩება და ქვეყანა მიშვებულია თავის ნებაზე მეცად გეტყვი ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას რაც შენ თქვი მაგ თემამ ქვეყანის შიგნით მაგრამ მაგაზე დიდი პრობლემა შეიძლება იყოს რომ ამერიკა არასდროს არ დაგჭის იმის გამო ანუ საერთაშორისო იმაზე რომ შენ რაღაც შიიტები ყავს ის ბუნებრივია რო არიან მაგაც წინამდე რო არ მოქმედებდა თვალს ხუჭავ აი ეს იქნება პრობლემა და თუ დადასტურდა რომ ამ შიიტებს ვიღაც ქართულ პარტნიორებთან ერთად მიკროსაფინანსო თუ ლომბარდული თუ სხვა კომპანიების საშუალებით ირანულ ფულს ათეთრებენ, რაც საკმაოდ ჯამთელი ეჭვი იქნებოდა დღევანდელი გადმოსახედიდან, აი მანდ იქნებოდა ყველა სერიოზული შესაბამისად შემდეგი ეტაპი, რომ შევაჯამოთ ბატონო გიორგი, იქნება აი ერთმანეთს რო უყურებენ და პირველი ვინ დაახამხამებს, ამაზე თამაში. თუ ამას ერთი თუ აქ ნიშნავს, თუ ამერიკამ შეძლო ნატანიაჰუს გაჩერება, არ დაგვაუწეს რომ ჯერ აფრის ხელი არ არის მოწერილი. თუ ნატანიაჰუ ვერ გააჩერა ტრამპმა ეს არ ვიცი ხა სადამდე მივა ირანი ხელს არ მოაწერს ამ ხელშეკრულებას დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა რომ მათ ცეცხლი კი შეწყვიტეს მაგრამ ლიბანის სამხრეთის ტერიტორიებიდან არ გამოსულა და სხვა შორის მათ ლეგალური უფლებაც აქვთ იმ გაგებით რომ გაირის უშუალოების საბჭოს მინიმუმ 2 დადგენილება აქვს მიღებული რომ ჰეზბოლას ეს რეგიონები უნდა დაეტოვებინა შეიარაღებული ფორმები უნდა გასულიყო ის ამბობს რომ ჰეზბოლა სანამ არ დატოვებს ჩვენც არ გამხო რა თქმა უნდა ნუ და ძალიან დიდი მადლობა ძალიან რთულ და კომპლექსურ თემებს შევეხებთ და გავაგზავნებთ ამ თემებზე საუბარს ნოდარ ხარშილაძე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ვიზიარებდა თავის ანალიტიკურ შეხედულებებს